Citra, სხვანაირად არ გამიგოდა. მე ჩემ აზრს ვამბობ. და შეუძლია ჩემზე პასუხი ისაკნოს მაგებინოს, რასაც ვიტყვი, ხო მართალია. აი ეს არის დადგმული სიტყვა. მე რატომღაც ესე მგონია. არის. ეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა? ალბათ, ხო. ხალხი დანაფიქრობენ და არა. უნდა დარეგულირდეს ეს პრაქტიკაა ჩვენს ისიც რა ეს პირდაპირ ახლა ჩვენ რომ მოვინდომოთ რა იცი რა შენ მე ამას მეტყვი მე შენ გეტყვი და იცი რა არ გამოვამით არაფერი ეს არ შეიძლება ეს არის პრაქტიკა უნდა დარეგულირდეს ხო თუ გადაცდომები იქნება როგორი გადაცდომები იქნება როგორი სისტემატური ხასიათები იქნება შეიძლება ემოციურად ბევრი რამე წამოხსნას ყველაფერზე პასუხს ვერ ვაკებ მაგრამ ის რა ძალიან ჩარჩოდან ამოვარდნილი იქნება ეს უნდა იყოს ნამდვილად დასჯადი ეს მგონია რომ ვისაც რაც უნდა ის უნდა ქნას. სამართალს ვერ საით ვერ ავხედავთ. ეს სპეციალურად აქ გამოგონებული ყველანაირად შეავიწროვონ მოქალაქეები სტატუსი არ დაუწერო, Facebook სტატუსი არ დაუწერო, კომენტარი არ მიუწერო. რავი, სიძულვილის ენაში გამოიხატებაო და სიძულვილის ენა პირველად თავად მოდის. და რა მინდა რომ თქვა ეხლა ეთილად რომ მოიხსენიოთ ეგაც ხო შეიძლება. აი მაგალითად მე მინდა თქვენი ეთერიდან მოიხსენიოთ ძალიან გვიყვარხარ ბატონო ბიძინა როგორც ქართველი ხალხი გაგვახარეთ სულ ეგრე გაიხარო შენმა ოჯახმა. მაგაზე მეტი სიხარული არ ანახოთ ბატონო ბიძინა. ეს ხო სიძულვილის ენა არ არის.